ტოპეს გამარჯობა. Tweet ტოპეს. ძიმე არტილერია მოვიდა იმ სეგმენტში, რომელსაც ჩვენ დავარქვით რომ არა, ანუ რომ არა ტოპესა, რომ არა კიდე ბევრი ადამიანი, ვინც კიდე იქნება ამ სეგმენტში. ძალიან ბევრი რაღაც ვერ მოხდებოდა მუსიკალურ ცხოვრებაში ამ ქვეყნის. პირველ რიგში, სანამ მაგაზე დავიწყებთ ლაპარაკს, მინდა მადლობა ქაოსფარს გადავუხადოთ, რომ ეს სივრცე დაგვითმა, მადლობა ოზის და ბიჭებს, რომ გვიღებენ და არის შესაძლებლობა რომ გამოვიდეს ეს ეპიზოდები. მადლობა სერგო სულაძეს ტიტანს, რომელიც აპარატურას ყოველთვის გვეხმარება, რა ვიცი, ბლოკ იუზერს როდის დააჭერს მაგას ველოდები. იმდეჯერ ურეკავთ. აუ სერგო. და მადლობების მერე მადლობა ტოპესასაც უნდა უთხრათ, იმიტომ რომ ჩვენ გავიცეთ 11-5-6 წლის წინ, ხო? მეტი? მეტი 8 სადღაც. 8-9. კაი. და მას მერე თავიდან ხო რო შეხედავ ხო რაღაც ბრაზილიანი ესეთი კაცია რა. და სინამდვილეში ძალიან რთბილი და რბილია და ახლა დავიწყოთ იმაზე რაც ჩვენ ერთად გავიარეთ. ახლა ჩვენ სამივე backstage ვიცნობთ ძალიან კარგად. კარგად რო ავხსნა. ჩვენ ძალიან ხშირად ერთად გვიწევდა სხვადასხვა პროექტზე, არა მარტო პროექტზე, მუშაობა, სცენის მიღმა, კულისებს მიღმა და იმ ადამიანების მიღმა, რომლებიც წინ დგანან და ტოპეს არის ხმის რეჟისორი, მეგობრებო. ინჟინერი. რომელმაც ძალიან ბევრი რაღაც იცის შიგნით რა ხდება და როგორ ხდება. როგორ ხარ? გადასარევად. თავად გადასარევად. აგერ შენ სახელობაზე მეტალიკის მაიკით მოვედი, იმიტომ რომ ყველა ლაივზე ამგვარი ნამყოფი რაც კი იყო. მოკლედ, ეხლა დავიწყოთ. რამდენი ხანია ინჟინერი ხარ? ინჟინერი ალბათ 20 წელი იქნება. ტელევიზიაში ალბათ 16-ია. 16. მე იმედში გაგიცანი რა, 15 წელს წინ არა, 15 ბევრია, მაგრამ 10 წელს რა მიახლოვებით. ხო, სადღაც გამოცდილება არის, ულევი და მაშინ რა ხდებოდა იმედში? არაფერი საინტერესო ისეთი. რაფერი რა მუშაობა როგორც ყოველთვის. რთული საკმაოდ, მაგრამ აქ ეგ რთული არის, ტვინიშყლეტო არის, ნერვების გლეჯო არის, მაგრამ საინტერესოა. ძალიან. სულ არის სურპრიზებით სავსე რა, ის არ სულ პრობლემა უნდა გადაჭრა. სულ უეჭველი, ანუ არ არსებობს, აი დაალაგებ რაღაც ესე უნდა იყოს და წკაპ და აი ლაივის მიმდინარეობისას უცებ всё. გიყირავდება ყველა. ძალიან ექსტრემალური სამუშაოა რა, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში რაღაცა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება და იქვე უნდა მიიღო, ანუ ცოტა ქირურგის ის რო არის, ხო, ეს უცებ რა უნდა მიიღო გადაწყვეტილება ოპერაციის. გიტარაზე. აი ეგ უნდა მოუყვე. პირდაპირ ეთერში ვართ, რაღაც პროექტი აღარ მოხდა. X-Factor იყო. ხო, X-Factor-ია, მგონი და როგორი ჩეპე არის, იცი, რომ შევდივართ ეთერში. კი, 3 წუთია ჭრაზე ვიყავით. 3 წუთია. 3 წუთი ბენდი ავაწყეთ. 3 წუთი ბენდი აწყეს და გიტარა არ მუშაობს. გამოვიდა, დადგა უკვე, всё, წავიდა, რომ უნდა აი ეხლა, აი 10-15 წამი და არ არის. და რა ხდება ამ დროს სრული პანიკა, იქინა მთავარი პროდიუსერები რაციაში რომ 3 წუთი, 2 წუთი, 30 წამი დარჩა, აი მართლაც როგორი პანიკა არის, იცი, რომ უკონტროლო სიტუაცია და რა ვქნათ, ხა არ ირთვება ეს გიტარა რა, ანუ ადამიანმა უნდა თორნიკე ყიფიანი იყო მე. კი. ანუ ლაივში ვართ რა და უცებ ტოპესა და ვიქტორინოქსი, არა, ლედერმანი ჩევით კი. ტოპესა სცენაზე არ ვიცი რამდენ წამში. წუთი იყო რა. წუთი და რა ვიცი 15 წამში დაშალა გიტარა და აწყო და შევედით პირდაპირ ეთერში და მახსოვს რომ აი მთელი ფილარმონიაში იყო რა მაშინ პირდაპირ ეთერი და მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და დარს უკრავდა, იმიტომ რომ აი ვინც ვერ მიხვდა, ისიც კი მიხვდა, იქ რა მოხდა. ო, დენი ხალხი იყო, თან არც მახსოვს წესია, დროშრიდი რაღაცა, ჩქარა რაღაცა და ბიჭო ავიხენე და ყველა თავზე რო. ბევრი ხალხი იყო, იცის, არ იცის, ეხება, არ ეხება რაღაც დაბლაგებრები პოლისტიროდი მიყურებენ. შე და რაღაცა, ნუ რეკორდი მოხსნა, მაგრამ დაშალა და პიტსტოპი აი ვერა პიტსტოპი. პროსტა ეგეთი ექსტრიმი არა ერთხელ იყო კიდე მაგ. კი, ფინალზე რო აფეთქდა. ფინალზე რო იქ შე რო აფეთქდა. მონიტორინგის.
უცბად ეგეც რამდენი იქეთ ხო და რამდენიმე წუთში გადაწყობა მოგვიწია უცბად რა რომ ეს ყველაფერი გადაერთე იქე და რა ალბათ ისმის იმღერა რა და მოიგო კიდევაც რა ისმოდა ესე ეგეც არ ვიცოდით მე ის ხდებოდა რომ მივდივართ და აბა კიდე რო არ მოხდეს შემდეგ წელს იგივე რავშვებით და ეგ დაგხვდა კოკაკოლის გაყინული ბოთლი რომ აი ეს გააგრილებს ეს გააგრილებს რაღაც 500-1000-იან მიქშერს რომ აი ამან უნდა გააგრილოს რომ არ გაითიშოს და აი ეგეთი გამოსწორება ხო გააგრილა რამდენჯერ კიდე გაგვეთიშა კი რაზე მინდა ეხა 16 წელი ძალიან დიდი გამოცდილება და მინდა ვილაპარაკოთ ეხა ჩვენ გვაქვს მუსიკოსებთან რა კავშირი ჩვენც მუსიკოსები ვართ მეც უკრავ სოფოს შენც უკრავ მეც უკრავ ნუ ჩემთვის ვარა შენთვის მაგრამ ნუ შენი დაკრული მეტალიკა და შოთარას დაკრული მეტალიკა ახლოს არის ნუ ხო ერთმანეთთან და რამდენი ადამიანი ყოფილა რომელიც ეხა ჩვენც ვილაპარაკია რომ დაკვრა არიციან, მაგრამ მეტალიკის საუნდი რატო არა მაქვს? ანუ აი ეგ პრობლემები რამდენიც ხარ შეხვედრილი. მარტო მეტალიკის საუნდი, კაცო? ზოგადად რა მეტალიკის საუნდი ისინი. ხო. ანუ რაღაცა რა არ მესმის რა ხმა რა ზავიასკა და არის ძალიან ბევრი რა ძალიან ბევრი არიან ანუ რა თქმა უნდა არიან ბევრი არის ვინც მართლა მაგრად უკრავს და აი საერთოდ არავითარ დისკომფორტში არ გამყურებს რა მაგრამ ვერ ხვდებიან ანუ თვითონ არ ვიცი განათლების პრობლემა ამბიციების თუ ისი თვითონ არის აი მაგალითად მომენტში რა უნდა ესმოდეს არიცის და გთხოვს ყველაფრის აწევას. ხო და ყველაფერს რო უწევ, მე უარესი ხდება, მე ვაიმე არ მესმის. კაი, ჩაუწევ, ეხლა დაბალი არ მესმის. ჩამოყალიბდი რა. ჩამოყალიბდი ისწავლე რა გინდა. ჯერ რა გინდა, ხო, აი ბევრჯერ მქონია რომ აი მაგალითად აი მომღერალი დგას და აი რაღაცა გამისწორე, რა მნიშვნელობა, გრამე გამისწორე. ნუ მიდიხარ პადით და აი თითი უნდა დაადოს, იო, კაია. ჯერ არ დაგიჭერა. არა, ხელი არ მოგიკი ვაფშე არ ჩაგირთავს ხო ხდები და ამაზე სხვათა შორის უფრო იხდია ხოლმე მადლობას ვიდრე მართლა რომ თავს მიაკალავ და რაღაცას ეთავ, კი? კი, ძალიან ბევრი. მადლობა ისეთი რაღაცა არის კიდე. მე შემთხვევა ძალიან ბევრჯერ მქონია რომ აი არ მესმის და მე რომ იქ ანიშნებ რომ ვითომ რაღაცა გავუწა და всё, ეხა ძალიან კარგია. მე მქონია იმის გამოცდილებაც რომ აი პრილიუსზე მღეროდა და ვოკალს ამიწიეო მაგალითად და ეხლავე. ყოველთვის ყველაფერს ვიწერთ. უნდა ჩავწეროთ თუ არ უნდა ჩავწეროთ ყოველთვის ყველაფერს ვიწერთ და მე ვიღაცა რომ აი ხმის ოპერატორის ბრალი იყო იცი ეს და აი ყოველთვის გაქვს რომ აი ეს არის შენი ნამღერი მეგობრებო რომ ან ეს არის შენი დაკრული რომ აი მოისმინე რას უკრავ და რას მღერი და მე ჩემთან და ტოპესასთან და სოფოსთან ნუ გაქვს ან მათ ვარს საოცრება ის არის რომ აი ეგეთი ნაგვიდა რომ რაღაც გამოყავს ხო აუ რამდენი არის ან ეგეთი გამოყავს ხო რა ანუ აი ამის გამოყავს ჟღერადი არის ისმის მაგრამ არ მოწონს ვიშო არ მამუსი რაღაცა ანუ ხო შეიძლება მოусმინე შეხმას ჯერ ბევრი ყოფილა ეგეთი რომ მოასმენინებ და ხო კაი იყოს რა რაღაცა ან რავი აი ძალიან ბევრი ეგეთი ისინი არის რა გამორთული რაღაც დივაისი იყო ერთხელ მაშინ სტუდიაში მუშაობდი რაღაცა მაკლია აი რაღაცა აი რა გაკლია ანუ მითხარი რა აი რაღაცა კაი და პროსტო დააპაუზებ აი დივაის რომ ჩართო უბრალოდ ნატურები ინთება და ამწვარია რა გამომძვრალი ნატურები აინთება და პლეიზი აწვევი და აი და მე თან საყვედურით აი რომ მოგეფიქრა შეთვითო და მე თვითონ რატო უნდა ვიფიქრო ამაზე მე უნდა ვიმღერო და შენ უნდა ხო რა შენ გათიშული აპარატურა კი აი გიტარისტი გამოასცენა რამდენი არის ეგეთი რა კიდევ კაი ყველა არ არის ეგეთ რა თქმა უნდა რომ აი ასაწყობი გიტარით მაგალითად მე აქედან ხვდები რომ ანუ ასაწყობი ხვდები და ეუბნები და წყინს აბერმა ისიც არის ის როგორ უნდა აწყოს ეხლა გამახსენდა ბოლოს ჩვენ ერთად ვიყავით ახალი წლის პირდაპირ ეთერი გვაქვს იმის რა ქვია რედისონის რესპუბლიკის მოედანზე ვართ და ბათქა ბუთქუ ეს ფეირვერკები და ტოპეს ამის დედაზის შიგნით არაფერი აღარ ისმის ჩამოიქცა მოკლედ ყველაფერი ზაზარებდა ისეთი რა ხსავს იცი რომ ნიკა არის ნიკოლოზ რაჭველის სცენაზე დგას და ორკესტრი მოკლედ ვემზადებით რომ უნდა შევიდეს ახლა ეთერში რაღაცა ხალწლეს იწყება და ამ ბათქა ბუთქში ვინც უნდა გამოვიდეს მომღერალი არც ესმის რა მისი დროა მოსული და დაიწყო ნიკამ აქცენტირებულად უფრო მეტად დააკვრა რომ აბა იქნებ მიხდეს და ბოლოს მახსოვს გადავახვი და სახელით მიმართავს მე მგონი ეკა არ მახსოვს მე მგონი ეკა იყო კახიანი რომ არ ესმოდა რა ფიზიკურად არ ესმოდა ეკა ეცახისთან უკრავს რომ გამოდი და ეს ყველაფერი ხო მე პირდაპირ ეთერში შედის
პარალელურად პროდიუსერი მიდის ტოპესასთან და მუსიკა არ მესმის ეუბნება და 40 მიკროფონი ოღონდ აი ჩამოიქცა. კი, მაშინ მუსიკას ამომიწია რა და ოღონდ ომია აი და. ოღონდ ისეთი ხმაურია რომ ანუ ამ ეს ხმაც არ მესმის რომ მეუბნება ხვდები და აი რასაგიწიო ამდენ მიკროფონი დგას ანუ მაგ წელს საოცრება ქნეს ამ ფეიერვერკებზე ანუ ეგეთი არ მინახავს მე. ანუ მართლა დაინგრა 11 წუთიანი ფეიერვერკი. რაღაცა უბედურება იყო ანუ ზანზარებდით ანუ აი ესე აქედა მაქარ მეტი ვაიმე. იქიდან ბაზრა რო შემოდის ხოლმე სულ რო ღელავს რო ახდება თან მუსიკა არის მინდა აი რა გინდა 40 მიკროფონი არის ომია გარშემო. კი აი ვერა ომში უნდა გაახმოვანო რა. მუსიკა მომიწია რა ტოპეს ეხა რატო ვერ ამომიწია მუსიკა და მან ჩვენ რომ მე რო ეუბნები რომ ნახე მიღებული სტანდარტია რომ შენ თუ ფეიერვერკი გაქვს პლუსი უნდა გაუშვა ორკესტრი რომ მე შევაცურ ერთმანეთში რაღაც დავაბალანსო მიკროფონი გავთიშო რა არა მაგ ეგ კონცერტი მე მგონი ეგრე გავაკეთეთ წინა დღეს რეპეტიციის ხმა ჩავწერეთ და მე მგონი ეგრე გქონდა გაშვებული რა ჩანაწერი არა ეს სხვა კონცერტი არის მაღაზია აი რაზეც მოყევ მაღაზი არ იყო მას მაღაზი ცოცხალი იყო ყველაფერი და აი მე და ტოპესა რო ზივართ აი მუსიკა საუწია და აი რა საუწია რომელი აქ მუსიკა იმიტომ რომ ეს ინდიკატორები რაც არის ვარ ყველა ფეთქეზე წითლდება ქრება მიდი და ხა ეს ახმოვანი არა ხო ნუ ძალიან ექსტრემალური სიტუაცია ყველაფერი ერთმანეთთან არის რა კავშირში არა მარტო მუსიკოსები ხდები აქ ორგანიზაციული მხარეც ანუ ელემენტარულ იმას ვერთული ანუ ნახე მუსიკოსი უნდა სცენამდე ასვლა ანუ სცენას დრო უნდა ანუ ხო ეს ხო რა ფრინდება ან ამად აი ბევრჯერ ქონია როგორ რაღაც იცი რა ერთი შევსრულებელი ბენდი დაუშვათ ხო უკრავს რაღაცა მორჩნენ და გაძლევენ 2 წუთს რომ ეს უნდა დაშალო გაიტანო შემოიტანო ორკესტრა რომლებიც 2 წუთია მერე რა 10 კაცი ხო ყავს 10 კაცი მერე ეს იცი ბრალია იმიტომ რომ მიჩვეულები იყვნენ რომ აკეთებთ და მერე ამას ხო და აბა უწყდებით წელში მერე და უი ნახე მიკროფონი ცუდად დგას კადრში არ მოწო რა კადრში არ მოწოს ბიჭო რო დგას არ მიგვიწევს აბელი მიჩა ბენდი კი არა სიმფონიური ორკესტრი 2 წუთში დაშლა და რავი აწყობა იმიტომ რომ 2 წუთი გაქვს რეკლამა და უნდა შეხვიდე აწყობა რაღაცა გადაჭე იქ წავყვანე ეხვეწევითაო წავყვანა ილაპარაკოს გაწელოს ის ვერ ლაპარაკოს ვიტყვი იდები არ აქვს და ესე აკეთიკით დარბი ხარ სანამ დღეში 9 ჯერ გადიხარ ამ რეპეტიციაზე და ლაივში მაინც ხვანაერად ხდება და ეს რეპეტიცია რატო არის არ ვიცი ერთ იმაზე რა ქვია კონცერტის რეპეტიცია გვაქვს გენერალური ესეც გარე სივრცეში ხდება ესეც რომელიღაცა ახალი წელია და მომღერლებით განა სცენაზე გავდივარ ამ რეპეტიციას გიჟივით რომ აბა ის ამოვიდეს მიკროფონი არ ესმის იქ ვასწორებთ რაღაცას და კაცო ყოველ ჯერზე ეს ხმა მეცვლება რა ანუ რა და ეხა ავიღე ეს მე მომაწოდეთ მიკროფონი ვიძახი და ხმის რეჟისორს ვეუბნები ეხლა იქ ვისაც არა ტოპეს არა ვეუბნები რომ იცი რა მაინტერესებს კაცო რატო მეცვლება მეთქი ეხა რომ ვიმეცადინე აი ხომ გავიარე რეპეტიცია რატო შემეცვალა ხმა ეხლა მე ხო ვერ გავყვები ყოველ ჯერზე იქიდან უცებ ესმის პასუხი და თან ეს გარე სივრცეში ვარ ყველაზე მე როგორ გავყვე ეხლა მე როგორ დავაფიქსირო ანუ ციფრული არ დგას მან ძალიან ბევრი სხვადასხვა ეხლა როგორ გავყვეო ესეო კაცო საცდაოთ ინდივიდუალურათო ესეო ვერ მოვარგებო და ნუ ხო ხდება ესეთებიც არა ბევრი არის ანუ არა მარტო მუსიკოსების ხარ საკითხი პრობლემები გვაქვს რა თქმა უნდა კი კაცო გვაქვს რა ჩვენ ხო გააჩნია ანუ სტაფს გააჩნია გამოცდილებას იასნია რამდენი ხანი მუშაობს რაღაცა ეხლა ჩვენ უკვე ზეპირად ვიცით ხო ხტები ვის რა ისა ზაიობი და ასე იცი რა და ის რო არ გაფრთხილებს უკვე იცი და წინასწარ იმავე twin არ გიწვეთოს იცი რა და ამზადებ და ბევრმა არ იცის ეს და მაგიტო უი რაღაც ეს უნდა ის უნდა ხო მაიც ის არის ხოლმე რა რომ აი საოცარი ფენომენი არის ჩემთვის რომ ნებისმიერი პრობლემა აი შემსრულების ხრით ნებისმიერი პრობლემა აი თვალებში რო ანათებს შუქი და ვერ ხედავს ხმის ბრალია ხო აი რამდენჯერ ქონია ეს ჩააქრე ის ბჭო რა ჩავაქრო ნახე მაგრამ ნუ აღარც ეკამათები რა უკვე ბოლოს რა ეგ ნაწილი რა ეხლა მიდიხარ გამათებროთ რომ ის ჩაუქრე რა ხმა არ მესმოდა არის შეიძლება ობიექტურად არის არა ხდება კაცო ეგეთები თავისთავად რა ბევრჯერ მომხდარა ეგ რო ეხლა მუსიკოსის ბრალი არ იყო ჩვენი ბრალი იყო ეგეც მომხდარა მაგრამ აი როგორ აი გიტარისტი რო ბგერას ვერ გამოცემს ხო ელემენტარული ანუ ეხა იმას რაზე უნდა მელაპარაკო საერთოდ რა ჟღერადობაზე ალაპარაკე ტრამს რო უცაცუნებენ და რატომ არა აი წნევა არა გაარტყი ან რავი ყველაზე საოცარი ფენომენი მაინც ის არის და ბევრჯერ მქონია ეგ თან სხვათა შორის ისეთ ვარსკვლავებთან ასე შემდეგ რომ ანუ ტექსტი არ იცის ხო ტექსტი ანუ არ იცის რა უნდა იმღეროს და ხმა არ მესმის ხო ანუ აი რა
ბევრჯერ მქონია რომ სუფლიორი შემოუგორეს და იმას კითხულობდა, მაგრამ ხმა არ ესმის ხვდები და მაგის ბრალია ეგ და აღარც ეკამათები რა უკვე რა ქონია ისეთი შემთხვევები, როცა აი ერთ ადამიანს რო კილოვატ-ნახევარი ადევს თავზე, რომ აი შეიძლება დააყრუო, იმ ხელახმაზე აუწია ყველაფერი და აი არ ესმის. მაგას ხო ვილაპარაკეთ, თუ არის კატეგორია, რომელსაც საკუთარ ხმაზეა ქათი რა, თავის იმენა თავის ხმა არის. განსაკუთრებით ახლა ეს ანუ ეს ყურის მონიტორს ითხოვს რა. ნეტა მოითხოვონ ნეტაც დავისვენებდით ყველა რა, პროსტა ანუ აი ვერა. არა, მე რომ ამ ყურის თავის ფარვებში მე ენძრევათ რომ აი ვერა ხო, ყურის მონიტორს რო იკეთებენ, მე ვის საკუთარი ხმა რო კიდევ უფრო ესმით, მე ხვდებია რომ ცუდად ღერია და მე მაგაზე ენძრევათ, მივხვდია რომ სუფთად ესმით. არა, მე უკვე ის იწყება რომ ეხა ყურის მონიტორში აქ არ მესმის, მე ხო, ანუ სადღაც უეჭველი არ ესმის რა. სადღაც არ ესმის, ხო, ნებისმიერ ვარიანტში რა. ნებისმიერ ვარიანტში ჩვენი ბრალია რაღაცები, კი ბატონო, არავინ ცოდველი არ არის და მეც ისეთები გამიმაზია და ისეთები მიქნია და ყველას უქნია რა, მაგრამ აი ესე თითიდან გამოწოვილი რაღაც პრობლემები, რომელიც არც ტექნიკის ბრალი არ არის და არც იმისი რომ ტოპესა მან აგიწია ან ჩაგიწია, თქვათ, არსებობს ძალიან ბევრი, რომელიც არის დაკავშირებული ზუსტად იმასთან, რომ ხა ჩვენ მუსიკოსები ვართ და ხვდებით ვიღაცამ დაკვრაიცის არიცის რა, შეიძლება რაღაც კამანდა სხვა იყოს, რომელიც ვერ ხვდება. ხო, მაგრამ ხმის რეჟისორი და ინჟინერი შეიძლება იყოს ისეთი, რომელსაც მუსიკა არ ესმის. კი, შემაერთებელი კი. ანუ ინჟინერი შეიძლება რა, უბრალოდ აი ფიზიკურად დასეტაპება იცის. ხო. მაგრამ როგორც ასე ვთქვი, აი მიქსინგზე არა რა. ელემენტარული უნდა იცოდე, აი რომ გიტარა რო ასაწყობია, მაგას მაინც უნდა მიხვდე და მე იცო შენ გაბრალებს რომ ჩემ გიტარას ცუდი ხმა აქვს, პასუხი უნდა შეგეძლოს რომ გაეცო რა. აწყე, ხო. აი არის ხოლმე რომ რაღაცა ხო დააყენებ, ყველაფერს გაასწორებ და მოდი ხარ და აი პროსტა დამახსოვრებული გაქვს გიტარის ამპი ადრე ქონდა, მას ვიწერდით ხოლმე რა სეტინგები აქვს და აი რა 8-ზე იყო და ტიპს აწეული აქვს 10-ზე და რატომ მე ლაივში დაჭირდება რა. ხო, ლაივში უფრო მეტი იყოს რა გიტა, ყოველას ხო მაგის ამბიცია აქვს რომ ამის ხმა უფრო მეტი უნდა იყოს. ხო. ხო და ეგ ცალკე ხო გაგიჟებს კიდე რომ მუსიკისთვის არ მოგისმენია რომ ანუ რაღაცა დომინირებს, რაღაცა არა, ხო ხტები არა. ყველას თავის ხმა უნდა. რეპეტიციებზე ზუსტად ეგ ხდება რომ აი ლაივში ვიმღერებთ. ეხლა არ ვიმღერებ, აი საუნდჩეკზე არის ხოლმე ეგ რა, რომ არ მღერის. ეხლა ყელს არ დაუღლი, რას არ დაღლი, მე რა უფრო მე და აი ხა რამდენ ლაივზე ხარ ნამყოფი ბებრების და მოხუცების 3 საათი რომ აი ერთ წყალს ცვავენ სადღაც შუაში. შუა შეიძლება ეგეც რავი, ხო? ძალიან ბევრი 60 წელზე ქვევით არავის კონცერტზე არ ვარ. მეტალიკის კონცერტზე რამდენჯერ ხარ ნამყოფი მოხდავი? 14 მე მგონი. 14 ჯერ არის მეტალიკის. კი, აი მიდიხარ პროსტა იქ იმასაშები და ანუ აი ხა წინა წელს ვიყავი ჯუდას პრისტის კონცერტზე და რავი თითქმის 80 წლის არის ტიპი გამოვიდა აი და კიდე აი ყელს ვერ დაღლი. რა ყელს ვერ დაღლი. ერთ სიმღერაში ვაიმე. ხო რა ანუ მასე თან უკრავენ მასე ხვდები ანუ მარტო ვოკალიზე არ არის მასე უკრავენ და მე ლაივში ясნია მონიტორში სხვანაირად ესმის წინა სხვანაირად ისის ეთერში სხვანაირად ისის და მე პრეტენზია. ხო. აი ახლა ისიც ვთქვათ რომ ვიღაცაები ხომ მუშაობენ კარგად რომელთანაც სასიამოვნო. არა ძალიან ბევრი არის ეგეთი ანუ არიან ეგეთი. აი მოვიყვანოთ ეგეთი მაგალითი. რა, ბენდის. აი ვინ არის ვისთან მუშაობაც არის თქვათ სიამოვნება. აი მოდი არ ვიტყვი მასე, არ გინდა. მაგრამ არის ხოლმე აი მქონია შემთხვევა ერთი და იგივე სეტაპზე ერთხელ მომივიდა ეგეთი ჩემი ხაია იყო სცენის შეცვლა დამავიწყდა რა. რაღაც ბენდი უკრავდა, საუნდჩეკზე არის ეგ საუბარი. უკრავდა და რომ აი რაღაცა არისოდა და დაჯდა ის კარგი ბენდი. ჟღერს რა. მეც მქონია. ანუ აი დრამერი რო ზის, ხომდები და რო დაარტყავს, ანუ ხო უნდა გაასწორო ამაზე რაღაც, მილიონი რაღაცა უნდა გაასწორო, ამეთ აი ამ დარტყმაზე ძალიან ბევრი რაღაცა არის, ხო? და ტიპი რო ეს არტყავს, გონია რომ ესე უკრავს ამაზე სწორდები და მე მართ რო დაარტყავს, უკვე ისე გეცვლება. ყველაფერი გეცვლება, ყველგან. ხა როგორც წესი რეპეტიციის დროს მართლა სხვა დინამიკით უკრავენ ხოლმე, ძალიან ხშირად არის ეგ და მე უკვე აი და всё, დაგენდა რა. ყველაფერი გაქვს, თავში გიტყავს და ძალიან მნიშვნელოვანია ის ხარისხი იდებოდეს იმ რეპეტიციაზე, საუნდჩეკზეც და ყველა იმ ინსტანციას, რასაც გადის რა ლაივამდე მუსიკოსი ის უნდა იყოს ზუსტად იმ ხარისხში და იმ დონეზე და დინამიკაში, რაც მერე უნდა დაიდოს. ხო, თავისთავად. ბევრი შვება მასე, ანუ ვერ ვიტყვი რომ ყველა მასე არის, რა სიამოვნებაა. ბევრი შვება ეხლა რა თქმა უნდა, ბევრი ძალიან კაი ბენდები წავს, ვინც არ მართლა უკრავენ და რაღაცა. ხო, ვოკალისტებიც არიან. ვოკალისტებიც არიან, ანუ ბეც მაგას გულისხმობ რა, ანუ მარტო ვოკალისტებზე არ ვაო. ბევრი არის რომ ანუ მართლა ჩაიხევს აქ ყელს და მე ლაივში ქონი ეგეთ შემთხვევაც რა. ხო, რა ქონი ეგეთ შემთხვევაც რომ ანუ ხმა ჩაუხევია რა და მე ლაივში აი ძალიან უწვალია, მაგრამ ნუ დებენ დონეს. ბევრი არის ეგეთი.
შენი აზრით აი რისი ბრალია ის ნაწილი რომელიც აი ვერ ხვდება რომ ესე უნდა გააკეთოს აი რისი ბრალია მე უფრო მგონია რომ ანუ საერთო განათლება რა განათლებაში გულისხმობ აი როგორ გითხრა კაი კონცერტი რა გახსენდება ჩვენთან ჩატარებული რამდენიმე აი გვეყოფა ხო აი ხელი გვეყოფა ანუ მათ შორის მაყურებლის კულტურაც არის მათ თქონდა მიდის ანუ როგორ უნდა უგულშემატკივროს თუ რაც ქვია მაგას არიცია ხალხმა ხო ანუ მაგის კულტურაც არ გვაქვს ნუ მარტივი ბიზნეს მე მაგას ხედავ რომ რაც უფრო მეტი დონე ბენდი ჩამოვა ხო ხტები მათ შორის მეც სხვა ტექნიკოსებიც ინტერესი გვაქვს რომ შევხედოთ როგორ მუშაობენ პროფები ხო ხტები და არ მიწევს Google-ში და რაღაც უბედურებაში ძებნა და რაღაცა რა აი წიგნით ნასწავლი ხმის დედავატირე ხო და იქ ხედავ როგორ მუშაობენ ხალხი ასე ალბათ უფრო მაგის ის არის ანუ შემსრულებელსაც უფრო მეტი სტიმული ეძლევათ ხო ხტები შენ ხელა ტიპი ან შენზე ასაკიანი ტიპი რო დგას იქ და ბოლომდე იხარჯება და დონეზდებს, ხა შენც გინდა რა. ანუ ელემენტარული ის არის, შური თუნდაც. ხო, ეხლა მაგაზეც არის, მე ხა მქონია შემთხვევა, რომ თქო ერთხელ მომიწია, სახელი არ მახსოვს ვიზია ელაპარაკი რა, იმისი ჩანაწერის გასწორება, რომ ადამიანს აქვს 2 გრემი აღებული. როგორც ცოტა სხვანაირად იმაშვები რა, სადღაც რაღაცა ჩაწერეს და ცოტა იძაბები, რომ ეხა ტიპს აქვს 2, ეხა ეს არ არის შენი ძმაკაცების ბენდი, რომელსაც გაასწორდა, აი რა. ეს აი რომ ადამიანს უკვე 2 გრემი აქვს და აი ზიხარ და უკვე მეცადინეობ იმაზე რომ აი ნახე იმას ეს საუნდი რო აქვს მე როგორ მივიღო ეს საუნდი და აი ეს ეტაპების ცვლა ძალიან მნიშვნელოვანია იგივეა სცენაზე ზუსტად იგივე არის ხო ჩვენ სცენის მენეჯმენტი თუნდაც ხო ანუ აი ვინახავს რა რომ ანუ ბენდები თან დიდი ბენდები იცოლება აი ესე რა 5 წუთი 6 წუთი ოღონდ და ეს შეცვლა არ ნიშნავს იმას რომ რაღაც დინამიკი არა მთლიანი სცენა ხო და პანიკის გარეშე ტიპებმა ზუსტად იციან რას აკეთებენ ხო ხტები და აქ ხა აი როგორ თქვა აი ჩვენ ხმის ყამადა კი დალაგებული ვართ ერთმანეთში მაგრამ ჩვენ არ ვართ ის გამნათებლები დეკორატორები რაც უნდა მაგრები იყო ერთმანეთში არ გვაქვს მასეცში ნამუშევარი და ბევრი ყოფილი რომ ერთმანეთს ვებლანდებით ფეხებში ხტები და ვერავის ვერ დააბრალებ იმას მე ეგას არ არა გამნათებელმა გამოგიერთა მონიტორი ან რაღაცა ხო რაღაცა იმიტომ თავის ისურა ჩაერთო და ეხა იბერიც იმას დააბრალებ მაგრამ ნუ აი საერთო ჯამში იყრება რა ეგ იმიტომ რომ გამოცდილების პრობლემა აქ რაცა უნდა ბევრი კონცერტი ვატაროთ ჩვენ თვითონ ნუ არ ვართ რა მაგდონეზე მაინც თან ეხლა რომ რეალურად რო შევხედოთ ბოლო ალბათ 10 წელი არის რაც უფრო გამოსწოდა ეს ტექნიკური მხარე ხო რა აი წესიერი ბრენდები შემოიტანეს კიდაც დინამიკების მიქჩენ ნებისმიერ რაღაც წესიერი ანუ მე მახსოვს 15 20 ხო რა ეგრე 5-6 წლიწია კაბელს ვერ შოულობდი კარგს ელემენტარული კაბელს ერთი წამი ტელევიზია მონოში რო გადის ამაზე საერთოდ ანუ რამდენიმე გამოასწორეს არ დავკონკრეტები მაგრამ დიდი ხანი გადიოდა რომელ წელზე ვსაუბრობთ და ისიც კი არ იცის ხალხმა სინამდვილეში რა უნდა ჟღერდეს ტელევიზორიდან იმიტომ რომ წლების განმავლობაში ამდენი ხანია ვართ მონოზე და რომ ამდენი წელი ვსვავდი კითხვას და ერთმანეთს ვეკითხებით რომ რატო ვართ მონოზე პასუხი არავის არ აქვს რატო არის მონოსიგნალი ერთადაც ტექნიკური დირექტორები და დირექტორები წყვეტენ რომ აი ხა ვერ შევძლებთ არა ეგეც არის და თან როგორ არის იბანე გარიცის რა არის ძირითადად ასე არის ხო და თან ანუ ვერ მიდიხარ რა ბევრჯერ ქონდა ეგ არ გახსოვს ის კი მეც ქონდა ორი მასი არ მიწვალია ალბათ არც ეთლავზე და სახში მივედი ეს სიამაყე და ხო, ანუ საკითხი რა. კიდაღა ინსულტი მომივიდა, რომ აი მართლა ძალიან მიწვალე მაგას. არა, ყოფილა რა, პანორამები არ იხმარო რა, იმიტომ რომ მონოში. ხო, ეგეც არის ხო პანორამას ერიდი. ანუ როიციან ეგ ერთია და ჩვენ შევეჯახეთ ბოლოს, ესეთი შემთხვევა ქონდა ერთ-ერთ ტელევიზიასთან, რომ ვთქვით, რომ მონო რატო ხართ? რა, ანუ ისიც არ იცოდნენ, რომ მონო აქვს სიგნალი ეთერში. და რო დავსვით მე ეს საკითხად რომ ხალხო რომელი წელია სად რას ნიშნავს და ჩვენ აქ პოსტს ვაკეთებთ საერთოდ სხვა იმეჯერებით და რაღაცა რომ აბა სტერეო და ის და რაღაცა ტექნიკურად რომ აბა ის პანორამაში გავშალე გამოშალე და რა გაშალე გამოშალე აი ესე დაბწყელებული რაღაცა უბედური სიგნალი მოდის თან იმას კიდე ზედეს კომპრესორები და რაღაცა უბედურებები სათაოის საჩედის სიგნალი სულ მაგას მიხსნიდნენ ხოლმე რომ ეს ფელის ტელევიზიების სიგნალი სადღაც შედის. აი დღემდე ვერ გავიგე. ხო, აი ხან იმასაობე, თან მადრაიც უკვე რაც ინტერნეტში წავიდა ეს ტრანსფერება, მად ვაფშე დაენწრა ყველაფერს, იმიტომ რომ იმას ეს ის აქ, ამას ეს აქ, დონეს ვერ ვასწორებთ ხოლმე, აი ხო დადგები რომ აბა იქაც ეს და ყველა სხვადასხვა ამბავი აქვს რა. აუ დონის გასწორებაზეც კი პრობლემა არის. ხო და შესაბამისად ხმის ბრალია. ხო, ეს ჩვენ. კაი. შესაბამისად
შესაბამისად ხალხმაც აი საიდან უნდა იცოდეს სინამდვილეში როგორ უნდა ესმოდეს და ამაში არა ეგ არის ყველაფერი აი ისეთი მორევი არის რომ ვერ ამოვდივართ რა მაინც მანდ რა არა აი მართ მე მახსოვს რაღაცა ტრანსლაცია უნდა გქონდეს წლების წინ ამბავი არის რა რაღაც ონლაინაც უნდა შესულიყო სტრიმი რაღაც დაგდაგანი და ისინი უკრავდით რა და რობი დაგდაგანი რაღაც ასწავები იყო და მოვიდა ახლა ეს PTS-ის კამადა ვიც ონლაინ და გაუშვას და ესე მასტერიდან აიღეს ცალი არხი და ესე ჩაარეს. ერთი. ოღონდ ისა ფოხი და რა იქ რაც ისმის ის კი არა რომ ცალკე. აიღეს და ესე ჩაარჩეს რა და მე მეძახიან რომ სანამ დავუკრავდი რომ მიდიო რა შეხედავ რა ხდება უყურებ რომ ცალი არხი მოდის. ერთ მეორე მეთქი სად არის? ანუ ვისაც არ ესმის ახლა განვუმარტოთ რა. ხო მონო აი წარმოიდგინეთ რომ ცალ ყურში გესმოდეთ და რაღაცა ხმები ოღონდ ცუდად და იმ ცალ ყურშიც რომ რაღაც ნაწილი ინსტრუმენტების თუ რა ვიცი რომ უბრალოდ არ ისმოდეს აი ამაზე საუბრობთ ახლა რომ სად ვარ სად არის მეორე და ვის გავგია მონოაო ყველაფერიო და მეთქი ინტერნეტია ლაპარაკი ანუ მონო ინტერნეტი არა არა წყაროსთან რო ერთი ხო და მე მოიტანა ეს მეორე და ჩააერთა ესე პირდაპირ მოდიოდა მეორეში მოდიოდა იმიტომ რომ ჩვენგან გამოვიდა რა მაგრამ ეხლა ვუყურებ რომ ნახე ეს ორივე მოდის შუაში ანუ ერთმანეთს აჯდება ეხლა უკვე რა და მეთქი აი ესეც რო ვქნათ ბარემ რომ მარჯვენა იყოს და მარცხენა და აი მთელი 20 წუთი ნახევარი საათი ჩხუბში გავატარე რომ იქნებ სტერეო გავიშვათ რაღაცნაირად და მე სტერეო გავუშვეს იყო რაღაც -24 დეციბელი არის მოდა არც მაინც და მე არის რა მე გოგოთ ხმის ბრალი არის რა ყველა ვარიანტი ოღონდ ვისი ხმის ბრალიც ეს ტელევიზორზე ვაფშე სხვა ამბავი არის რა იქ ვინც არის ხო აი ის თავის მუშაობს რა აი ვაფშე ფეხებზე კიდი ხარ შენ მაგრამ ის ბრალია და მე ეს მუსიკოსებსაც რა ძალიან ხშირად ქონიათ რომ აუ ვერ გვახმოვანებენ მათ ვერ გახმოვანებენ კი არა ტექნიკური უზრუნველყოფა არ არის ის არა ეგეც და არა მარტო ის და ხე აი ვერჯერ ქონია რომ აი მაგალითად დრამერი რითმიდან ვარდება ანუ ელემენტარული აი თვლა ვერ მიყავს ეგეც ხმის ბრალია ხო აი ტემპს რო ვერ იცეს არ მესმოდა ის რას უკრავდა და ხო რა არ გესმოდა ანუ ტემპზეა ლაპარაკი ხო ხდება ბევრი არის ეგეთიც ეხლა მესმის დრამერს არ ეცოდეთ რაღაც გადასვლის დროს ვერ იმასაქმეს მაგრამ ეხლა მასეც არ ესმი არ არის რა მასეც არ არის ეხლა დრამერს მე პირადად საერთოდ არ მონიტორინგი ჩემთან რო ხმის ეშორი მოვიდეს და ეხლა მონიტორში რა გინდა არაფერი არ მჭირდება ოდნავ მესმოდეს ყველაფერი და დანარჩენი ჩემი საქმე მე ვიცი. ხო, რა კლიქს გაყვები და всё. ხო, ან კლიქს გაყვები, ან ვიცი რომ სიმღერა იწყება აქ, სიმღერა მთავრდება აქ. ის რომ მე აი ეს გიტარის ის სოლო ისე არ მესმოდა და ამის გიტარის მიყვები, ხო. რაღაც არ არის. ტემპზე აქ ლაპარაკი, მე ყველაფრის აი ტემპს ვერ ვიგებ, ანუ რა ვიცი, არ ვარ დრამერი, მაგრამ მაინც ვერ ვიგებ. ტემპის ამოვარდნა სხვა პრობლემა, ხა აჩქარება, შენელება, მოსული პონტი. ეხლა ძალიან თუ ფიქრობ რომ ეხლა არ ამიჩქარდეს გინელდება. მაგრამ თუ თავისუფლად ხარ როგორც წესი გიჩქარდება. ეგ ეხლა ნატურალური პროცესია რა. მაგრამ ის რომ მე არ მესმოდა იმ ვოკალისტმა იქ ფალცეტი სწორად აიღო თუ არა და ამიტომ მე შემეშალა სიმღერის სტრუქტურა ეგ არის აი რავი არაპროფესიონალიზმის ალბათ მთავარი არა ბევრი ის არის ეგერი გქონია რომ აი მაგალითად ბასი არის ბევრი და ტონალობას მირევს ეგეთი სიცხონია და აი ტვიში რო ერორები გაქვს რა რომ ანუ რა თქვა ჯერომი ანუ როგორ ის არის ფეხებზე მკიდი არ გინდა კაი ხო ჩაუწევ მაგრამ ნუ არის ხოლმე ესეთ რაღაცეები რომ მართლა გაინტერესებს რა რომ რატო ხო აი როგორ ძალიან მაინტერესებს ხოლმე მაგრამ ტონალობას გიდგენს როგორ გირებს ხო რა აი ძალიან მაგრამ ნუ ვერ ვიგებ ხოლმე ძირითადად რა პასუხი არ არის და ბევრი რაღაცები აი ტელევიზიაში ხშირად გქონია რომ აი არასწორი ინფოს გაძლევენ მაგალითად რომ აი ესა და ეს ინსტრუმენტი არის აი დაუშვათ 5 ინსტრუმენტი არის და იცი რომ აი გინდა 10 მიკროფონი რა პირობითად და მოდის ხუიოზნაირ რამდენი ადამიანი რა და გეუბნები რომ აი გქონია შეთხოვა რომ გუნდი მოდის 40 კაცი არის და მანამდე მითხრეს რომ რაღაც რავი 10 კაცი იქნება გამამზადე რაღაც 7 მიკროფონია რაღაცა და აი რა გინდა რომ ქნახ მიუყრია მიკროფონებს ნუ ცუდად ისმის მე ვერ უხსნი რომ შანსი არ არის, ძირითადად ვერ უხსნით ხოლმე რა, რატო? ანუ ადამიანს რო აი პეტლიჩკა ჭირდება, მაგაზეც ერთი პერიოდი იყო ხოლმე ომი რა, რა თუნდა. მე მქონია შემთხვევა, რომ ერთ-ერთ გააცეს თავი პროდიუსერს ყური და პეტლიჩკა ერეოდა ხოლმე. და 30 პეტლის გვინდა უყურიო და დაუშალეთ მთელი, ანუ რაც კი რამე ყველაფერი მოვხიკეთ, ავაწყეთ. რა ყური ბიჭო, რა ყური და ეგეც მე ჩვენ დავგრალდა რომ გეკითხათო. კაი კაი ეკითხები წკინს დებილი გონი ვარ და არა მე მაგ ხოლმე აი
პრობლემა რაშია კიდე იცი ახ მაგათად მე რომ მივდივარ ვიღაცას ტექნიკურად ავხსნა მე რა მჭირდება ხმის გასწორება მე რა უნდა მომივიდეს მასალა ხანდახან მქონია შემთხვევა რომ აი ვიღაცა პატარა ბავშვი მოვიდა და ატრაკებს რა ეხლა სტოპესაზე მაგას ვერ იძახია რომ მიდის ახლა ტატუებიანი ო ეჭხუბები რაღაცა უხეშად დაველაპარაკები ოკეი ეჭხუბება და ბოხი ხმა აქვს და წვერი აქვს ცოტა ისე არის ხო, ვერ უხედავ. მე რომ მივდივარ და რაღაცეებს რომ უტრაკებ ცოტა იმაში მე ვიღაც ბავშვი მოვიდა და აი რა იცი ხა 20 რა წელია ბავშვი შემოგელია ჭაღარ არა ეგეც არის ამ კიდე აი ისიც არის რა ეხლა აქ შევასრულოთ ლაპარაკობთ თუ ჩვენ მოგვივიდა რომ აი გოგო ხმის რეჟისორი ხო ой ხო იგზის არ მოდის ხო არ მოწყვენია ეგ ცალკე ის არის კიდე ხო ხვდები რომ გოგოა ხო გოგოა და მქონდა მე შემთხვევა რომ გადააბრალეს ისეთი რაღაცა რაც მაგის ბრალი არ იყო და ზუსტად მაგ პრინციპით აი ვიღაც პატარა გოგო იყო და გამას ხო პატარა გოგო იყო რა ნუ აი ხო ახალგაზრდა გამოიყურება კი ხო, თორე ბატონო ყავს ეხლა ქალისთვის ნორვეგიაში ისტორიებიც. ვიყავი ჩასული რაღაცა შიდა შესარჩევი კონკურსის რაღაცა მოკლედ საქმეზე და შოკში ვიყავი ნორვეგიის მთავარი როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის იქ გადიოდა რა ეს და ნუ მასშტაბს ვერ გეტყვით ხალხო ჯერ აი ევროვიზიაზეც რო ვიყავი რა იყო ხო ნუ რაც არის ევროვიზია გავიგეთ მაგრამ ერთი წამის იმ სცენის მიღმა რა ხდება აუ ან როგორ მუშაობენ ჯერ მარტო კაცო ესე იგი ალბათ 4 ოთახი გავიარე სანამ სცენამდე მივედი რომ აქ ამას მომაგრებდნენ იქ იმას მიმოწმებდნენ იქ ოთახში შემიყვანეს რომ აბა ეს როგორ გჭირდება ეს ისე რომ და სადღაცა 4 ოთახის და 5 პავილიონის და 17 რაღაცა შენთან რომ კიბის ქვეშ შედიხარ უკვე სცენაზე კიბის ქვეშ კიდე კაია ანუ რამდენი რაღაც ხდება რა დალაგებული სცენაზე ადიხარ და ხო და რას ვამბობდით რომ ნორვეგიაში რო ვიყავი შოკში ჩავარდი იმისთი რომ ოპერატორები იყვნენ სულ გოგოები ხმაზეც იყვნენ სულ გოგოები და ბუმებით ამ სტედიკამებით ამ ხელა სიმძიმის სიმით რა გოგოები სულ ოპერატორები და აი ვაუ მივხვდი რომ აი ცოტა თუ რა ანუ აი ეგეც არის ბიჭო აი მაგას ვისვეს რომ ეს ჯერმანით შორს ვართ რა მადედა რა ადრე იყო ხოლმე ხო ხდები რომ აი არ მახსოვს ვინ იმას აკრა რომ მიკროფონი დესგური ყავს რაღაც ცნობილი იყო აი 90-იანების ბოლოს რა და მესმის ანუ მართლა არ იყო მაშინ ეხლა ყველაფერი არის ანუ მაგას ვერავინ დამაჯერებს რომ საქართველოში თითქოს კი ყველა ბრენდი არის ეგეთი დონე ანუ თუ გინდა არის ხო და მიკროფონებით კიდე აი ამ რამდენთან რომ მიკროფონით მუშაობ ბიჭო ეს რო ესე რო გელაპარაკებიან ხო და აი ეს რო ღერი არ ვუხსნი შენი პირადი მიკროფონი მაინც გქონდეს კაცო რომ აი თქვა ცა შენ ეს ერთმანეთთან რო გადადით აი ეს სიმღერა ლოღნია რა ამდენჯერ მქონია ეგ რომ ეს სპირტით რო ზიხა და პომადას აცემ მიკროფონს რო აი პროსტა რა შენია რა და გეზის არ მინდა რა ვიღაცის პომა ჯერ ვუხსნიდი ხომ რომ არა ჰიგიენურია ელემენტარული და არ არის ეს რო კონდა ეგ ვერცხლისფერი თავი კონდა რა და ეგ ჩაომი წითელი ხასხასა პომადა იყო აი გადათხაპნული არგი რა ბიჭო რატო იდებ ამას პირში რატო მიკროფონი არიდება პირში ხო მარტივად სხვა რა ვიარსებობს მაგრამ არც ანუ არ არის ეგრე გათვლილი რომ პირთან ახსე ხიფოპენ ეს ეგეც ანუ ერთი წამი ეხა მე თუ იქ რაღაცა რომ რაზებს აუბრალ რაღაცა ეფექტი მინდა რომ კაფსულა და ეს ჟღერადობა თუ კიდე იცის ამან ეს ჟღერადობა და კიდე პროსტ ამათ გონიათ ვიდი ეს ხო არა ესე უხდება ლამაზია მან ყველაფერს თავის დანიშნულება არა ყველაფერი საერთოდ ბევრი რაღაც არა მარტო ვოკალისტებზე ისეც რა აი მე მქონია შემთხვევა რომ დრამერი მიტრაკებდა რომ მიკროფონი აქ რა ხელის მიშრისო და აი სად ურტყავ რომ აქ ხელის გიშლის ყოფები და აი ეგეთი სისულელეები და ნერვებს უშლის მაგ დროს და იძაბება ხო რა და ეგ უშლის მე ხელს ვერ უკრავს და მე უი ხო და მე თან რა არის ეხლა რაღაც პროექტებზე რაღაცაზე რომ მუშაობ ჩვენ და შენს ყველას გვიწევს რაღაც თავშეკავებულად ყოფნა რომ ვიღაცა არ გალანძღო იმიტომ რომ იმის შენი რა ქვია პროექტი ან შენი ტელევიზიის არის ან რაღაც პროდაქშენის არის რომ ისინი ცუდად არ გამოჩნდნენ არ უნდა გალანძღო არ უნდა ეჩხუბო არ უნდა ისე რატომ უნდა იჯდე ჩუმად და იქიდან უნდა იღებდე ამ ლანძღოს რომ იმან ის არ იცის ამან ეს არ იცი ტოპესას ბრალია რომ ხმარა მე არ უთმენ ხოლმე
ფეხზე გიდია მაიცავლო თქვენ. რამდენი თამარ გაჩხუბარი მასე. ხო და ნუ პროსტო მე მომიწია ეგ ხმის ხალხის ჩემი ბიჭების დასაცავად. მოგიწია კი მომიწია რა მუსიკოსი გამეგდო რა იმ წუთას, იმიტომ რომ წყობიდან გამოვედი. იმ ხელა შეურაცხყოფა მოდიოდა ხმის ხალხის და სტაფის მიმართულებით, რომ ბოლოს მივხვდი რა აი ძალიან ტოპესა უნდა ცემოს ვიღაცა. ან ტოპესა გამოვიდა და ალბათ ძალიან ცუდად დამთავრდებოდა და მაშინ მომიწია და ხო და ნუ ეგეც ისაა რა, ნუ შენ რაღაც მომსახურების სფეროში ხარ თითქოს. ხო, რაღაც ის გონი ხარ რა, რა ხარ შენ იმას ემსახურები რომ ანუ ემსახურე საქმეს უკეთებ რა, მაგდეს ვერ ხვდებია რომ უჩემოთ როცა დადგეს და ატყაპუნოს ის რა მნიშვნელობაა, ხო ხვდები? უჩემოთ რა ზოგადად ხმის ხალხს რა, რომ იმისთვის მუშაობთ რომ აი ეს გამოჩნდეს კაი ტიპი წი, ხო? შენ კომფორტში მეტი რა ხარ მე ფულს ვიღებ, ეგ არნიშნავს იმას რომ რაღაც ეს ჩემზე მაღლა დგას და იმაზე დაკლებს რომ ვიღებ. ხო. ხო, ანუ ეგეთი სიგიჟეები რამდენი არის, ხო? ძალიან ბევრია, იმიტომ რომ მაგასაც ვერ აღიქვამე რაც თქვი ზუსტად რომ ჩემი საქმეა რომ შენ რასაც აკეთებ ის გაიგოს ხალხმა. მე არანაირი ინტერესი არ მაქვს რომ შენ ან ბანძი იყო ან კაი. ხო რა და პირიქით კაი იქნება რომ ვიბლატავ მე ნახე რა კარგად გავახმოვანი რაღაცა და ნერვებს მომიშლის ფეხებზე დავიკიდო. ეგეც მქონია. ძალიან ბევრი მქონია ხო კაი ხაო და ის ზიხარ შეფის და ის რაღაცა სვალო ჟახირო და იცი როგორც უნდა დაეხმარო, მაგრამ ხო, იმიტომ შენ ხო უკეთესად იცი. ხო და ცოტა ფრთხილად იყავი. აი მე რაც ჩვენ ჩანაწერები და რაც ჩვენ არქივი გვაქვს. ხო, კომპრომატები. კი. ხო, პროსტა ეს ხო, შეგიძლია ბოროტად გამოიყენო, შეგიძლია პროსტა სასაცილოდ გამოიყენო, შეგიძლია საერთოდ არ არის რომ ბოროტად გამოიყენოს. სწორი, რამდენი შეგვიძლია ეხლა რომ პრესები. ეხლა უბრალოდ საუბრობთ იმაზე, რომ აი რატო ხდება ის, რომ ეხლა ჩვენ შეიძლება რაღაცა სერტიფიცირებული პროფესიონალები არა ვართ და სიტყვაზე რა, მაგრამ იმას ვერავინ ვერ იტყვის, რომ ან შენ საქმეს ვერ იზავ, ან მე ჩემს საქმეს ვერ იზავ, ან შეეცას რა, მაგრამ სერტიფიკატზე ხო არ არის, მანდ არის გამოცდილებაზე. ხო, ანუ გამოცდილების ხარჯზე ვარ, აქ ვინც ვარ, რა მარტო გამოცდილება არის, მეტი არაფერი. ხო და ჩვენთან რომ მოდის ვიღაცა ადამიანი, რომელმაც არ იცის, იქიდან თუ არის ისეთი მიდგომა, რომ მე არ ვიცი და მოდი მასწავლე როგორ ქნა, მაშინ ჩვენ ბევრად ღია და გახსნილი. რამდენი ყოფილა მასეო თანყვები მე იმას ყოფები რა, და ხა ტიპი რომ აი ქონია შემთხვევა რომ ანუ აი ეს გამოდის და მიკროფონთან რა დაგუდულია. აი პირველი სიტყვა, ბიჭო, რას მაინც თქვი, და მოკლ რაღაცა თქვი, დააკაკუნე, რაღაცა ქენი. ან გამოდის და ჩემი ხმა ისმის? მე მეკითხები რადგან ხარ? მოდი ანუ აი ხო შეიძლება გითხრას, აი ჩემი ხმა არის ის პირველივე ეს და გავიგებ. თიზერებას ხედავ უკვე ტოპესას. ხო რა მაშინვე რა რო აი აუ კაროჩი რა ეგეთებიც ბევრი არიან რა. ერთხელ მაგალითად იმაში თელავში ვიყავით და ეხლა მე არა ვარ ინჟინერი და მე არ არის ჩემი ნაწილი, ეხლა მე კაი ქვეყანაში ვარ გაზრდილი. აუ ახსნათ რა, ანუ ჯერ ახსნათ ვინც არ იცის იმანაც რომ იმ ადამიანებმაც რომ გაიგონთ. პირველი არის ეტაპი ინჟინერია, ანუ აწყობა. კი. ხო, ეტაპი რომ სად რა უნდა გადიოდა, სად რა უნდა ისპოდეს და ეს არის მართლა აი რა ვიცი, კვანტური ფიზიკა. ხო, ჩვეულებრივი აუდიოფიზიკა. შემდეგი არის უკვე გახმოვანება, ხო? საუნდ ჩეკი, გახმოვანება. ეს ხმის ამბავშია. ჩანაწერია, უკვე თუ ჩანაწერია პოსტ-პროდაქშენი, ანუ ამ ჩანაწერის უკვე დასუფთავება ადამიანის სახევდე მიყვანა, ხო? ხო და მე მქონდა ესეთ შემთხვევა, თელავში რაღაც ლაივი იყო და ნუ რომ მე უნდა დამეკრა. და მოკლედ აი ესე ქონდა აწყობილი რა სეტაპი, ვინც დაიქირავეს ქონდა, აი რაც წინ მოდიოდა, მონიტორის ციგივე მოდიოდა, ანუ არაფერი სხვაობა არ იყო რა და მე რომ მივედი რომ მეთქი გადავალაგოთ რაღაცა და უიო ხო ეგო არ ვიციო და მოდიო თუ დამეხმარებიო ვიზაო და აი ეგ მიდგომა. არავის რაღაცა რო არ იცი. ხო რა თქვი არ ვიცი, всё დაგეხმარები გიშველი რა. არანაირად თქვა მოვალეობას და რაღაცას არ ვიცი რა, ანუ ვიდექ დავშალეთ ყველაფერი, მეც იქ ვიყავი, ერთიანად დავშალეთ, ერთიანად ავაწყეთ. ეს როგორ ქენი, ეს რატო ქენი? ანუ ეგ მოსულა, როცა რაღაცა არ იცი, მოსულა რომ იკითხო რომ ეს როგორ ქნა რა. და ის კი არა რომ ხა ტოპესა მაგ გაიგოს რომ მე არ ვიცი, იმიტომ რომ დამცინებს. ხო, ეგეც აქვს, ბევრს მაგის კომპლექსიც აქვს. ნებისმიერ რაღაცაზე ჩვენ ძალიან ღიად ვართ, რომ აი რავი, თუ გინდა აზრი რომ მკითხო, მე ჩემ აზრს გეტყვი რა, ის კი არა რომ მედი რა ხა ტოპეს ხოლი დამადე. რა არის ხოლი? ხოლის ხო? რას ნიშნავს? არტო ხოლი შეჩება. რამდენჯერ ქონი ერთხელ რაღაც ერთად გადაცემას, ანუ შორობილოთ რა კონცერტი არის რა და წინა ხაზი გაგვათიშინეს. ესე გავივლით რეპეტიციასო. ვერა. ხო, შეც იქ იყავ და კაი მეთქი თავში ქვა გიხლიათ რა და მე უკვე რომ ლაივი რო დაიწყო
აი ხო ეს არის, აი მასე გავიარეთ ის კონცერტი და მე ხალხო არის მოდა, კაი კაცო. მართლა? რას მეუბნები? და ის ამ დროს აი ყვავილებს იღებს ამ დროს. აი რატო ერევი ჯერ შენ, ანუ ვინ გეკითხება? ცალკე ეგეც არის, რომ არიან მუსიკოსები, რომ ჩემზე მეტი იციან. ხო. ანუ ბევრი არიან ეგეთი, ჩემზე მეტი იცი და ოკეი, კი ბატონო. აჰა, მე ყოველთვის როგორ არის, მე მაგალითად არ მიყვარს ტოპესაც ეგრეა ზუსტად არ მიყვარს სხვის საქმეში ჩარევა. ეხლა თუ მივდივართ კონცერტზე და ვიცნობთ ეხლა ხმის ჯგუფებს თითქმის ყველას ვიცნობთ, ეხლა გვერდზე დავუდგე და იმას აუწია ძმა და რაღაცები რო უთხრა, ანუ სისულელეა ხო, რატო უნდა გავაკეთო ეგ? რატო გავაკეთო ეგ? მე რომ ასე გამიკეთო, ზალით აღარ აუწე. და დაზრო გავაკეთე. ეხლა მე მქონია გამოცდილება, რომ ეხლა მოვა ამ ბენდის ხმის რეჟისორი და აი ეგ გააკეთებს და რო ამოდის და რაღაცა ებლტონის გარდა სხვა რაღაცას რო ხედავს უცბად და მაგრამ რო იძაბება რომ არ უმუშავია ლაივში. იმან სტუდიაში შეიძლება ძალიან მაგრა იცის რაღაცას გაკეთება. არა, ეგეც არის ლაივში, მაგრამ მე მქონია შემთხვევა, როცა აი ბენდს მოყვება თავის ხმის რეჟისორი და ოკეი, კაცო, რა პრობლემა არის, დაჯექი. მაგრამ მოდიან ისე რომ არც რაიდერი აქვს გადმოგზავნილი, არაფერი ვაფშე, ანუ საერთოდ არაფერი და აუ ეს აქ რატოზის? ავი აი აქ მინდა. აუ შენ რა საქმე, აქ მინდა, გეთქვა თუ არ გიდო და გადაგისვავდი სხვაგან მაგალითად. ნების ანუ ბევრია ისინი არის ეგენიც რა. იმიტომ თქვი რა ზუსტად რა, აი წარმოიდგინეთ, რომ ოპერაცია შესულია, რავი, კარდიო ქირურგი ატარებს ოპერაციას და რაღაცა იქ პრობლემა არის და შემოდის თქვა ანესთეზიოლოგს ხომ თავის საქმე აქვს. კარდიოლოგს ხომ თავის საქმე აქვს. არის სანტექნიკი შემოდის მაგ დროს. რა შემოდის? სანტექნიკი. აი მაგულის ოპერაციაზე და აი ეს ქელი. ხო, აი ზუსტად. და ისი ჩვება რა, აი ზუსტად იგებოდი. ზუსტად. ვიღაცა. არა, მასე არ არის, აი ვიღაც იდიოტი მოდის და ბიჭო, როგორი რაღაც არის, იცი? ვერ ხვდები და მე იმით ხვდები, რომ ამას ბევრი ვიღაცა მოყვება, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ფიგურა არის. ხო. და ისეთ ტერმინს გეუბნება, რომ ვერ იგებ რა რა უნდა. კაი და პროსტა რაღაცას შვები რა. ბევრჯერ მიქნევე цаრიელი არხები, აი ეს ამიწევია პროსტა და всё, ეგა. ხო, იმიტომ იმას რატომღაც უნდათ ხოლმე, რომ აი მე უფროსი ვარ ახლა და ყველა დატოლების ის არის რა ჩისტა, რომ აი სეგმენტს ვაკონტროლებ რა და ეხა აუდიოსაც ნახე, ეტყვის შენიშვნას. რატო ეტყვის შენიშვნა? ანუ შენიშვნის გარდა ხო შეიძლება სხვანაირი ფორმაც ხო არის? არა, რაღაც აი ესე მინდა. არ გამოდის. ხო. მქონია მასე შევთქვით ვაგინე ერთ ცნობილ პიროვნებას და ისევე ცუციკივით არის, მქონია ეგეც, იმიტომ რაღაც, ანუ ისეთი რაღაც მოითხოვ, ანუ ფიზიკურად არ გამოვა, არაზოს არ გამოვა ეგ. პრეტენზიებით იყო და ვაგინე და მე ოი. ისიც ანუ ძალიან ბევრჯერ მქონია სურვილი, რომ ანუ თან ძირითადად ხო ლაივში მუშაობთ ხოლმე ჩვენ ტელევიზიის სფერო არის რაღაც. ძალიან ხშირად მქონია იმის სურვილი, რომ აი ძალით გაუფუჭო რა, რომ ამა რაც მითხრა ის გავაკეთო რა. მიმტანები რო აკეთებენ ხოლმე ხო, აი ზუსტად რა, ჩაუფუჭო, აჰა. და მე რო უსმეს და უი, მაგრამ მე ანუ თან გულწრფელად ჯერა იმის, რომ ისეთ იდიოტები არიან ბევრნი, რომ ვერც მიხვდებიან მაგასო თავისი ბრალი არის და იმან მიკვალ. ისე შენი ბრალი. ისე ჩემი ბრალი იქნება, უეჭველი ჩემი ბრალი იქნება და ანუ აი აღარ მაქვს რა ეს ნერვები რა მაგათი და კი ბატონო. და პროსტა ებაზე ხარ რა, ანუ ატყუებ რა, აყლევებ რა პროსტა რა, რომ აჰა, всё, მოდი ჯიგარო, დავაი. კი ბატონო. ძალიან ბევრია რა. რამდენი არის? ძალიან ბევრია და ეხა არც ჩვენ ვართ უცოდველები აქეთ სფეროში და არც ისინი არიან უცბად და რაღაცნაირად ურთიერთპატივისცემა არის, რომ მუსიკოსი არ მიეპყროს სტეიჯის, ანუ სცენის ტექნიკოს ისე როგორც თქვა მონასად რაღაც არ დაუგდოს ეს გიტარა, არ მიაგდოს რაღაც, ანუ ის ადამიანი მუშაობს, ხო? ეხა მე რო დავიწყე მუშაობა, პირველი 3 თვე ვიყავი სცენის მუშა რა. და მე რო საეთეროში გადავედი ძალიან რაღაც უხერხულად ვცნობდი თავს რომ მე რო ვიცი ის დილის 7 საათზე მდის და მე 12-ზე მოვდივარ. ხო, შენ ძალიან შენი პროფილი ძალიან კომფორტულია. მე რო ისა რა ქვია, ცხოვრება ამიწყო ბაზრამ და ამათმა ეგეთი მოუყვეთ ახლა შიგნით კარგად მოუყვეთ, იმიტომ რომ რას გულისხმობთ, რომ ესე იგი ინჟინერები მოდიან პირველები. ეს ხდება ხალხო გამთენის, არ ვიცი რომელ საათზე იწყება. როდის იწყება საუნდჩეკი გააჩნია. ეს ხალხი ხო ამ ყველაფერს აწყობს. მერე მოდის ხმის რეჟისორი, უკვე რომელიც იწყებს საუნდჩეკს. მაგალითად შენ შემთხვევაში ხო? შენ ხო ინჟინერიაზეც იქ ხარ. მე იქ თავიდან. და ეს ყველაფერი რო დამთავრდება, მე იწყება დაშლა. ხო, ოღონდ მე მინდა. ნიკა მიდის თქვა სახში, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ახმოვანებს ნიკა. კი. ხო და აი ამ ყველაფერს მე იწყებს ისე ჩაალაგე, გადაალაგე იმასაკერი. ეს არის დაუფასება, შეუფასება. მადლობასაც არ მოუნებია. დიდი მადლობა ოპერატორებს და იმას და. ხარა. ბევრჯერ ქონია და რამდენიმე ის იყო რომ ანუ
ბუღალტერებიც კი ჩამოთვალეს რა მალო უსმე რა და ნერვები გეშლება და შევა კოლეგავ რა ერთმა ესე უყუროს მიკროფონი ხო უჭირავს და მადლობა და გააგრძელაო სხვა რაღაცაზეო რა და აღარ იმას ხმა ვაფშე შევა მორჩა მადლობის და გაუთიშეო მიკროფონიო და გადადო და გააგრძელა პროსტა ლაპარაკი ვერ მიხვდა მაგითიც ან ქონი ეგეთი ის რომ რაღაცაზე ეს და გაუთიშეს მიკროფონი მიკროფონი გაფუჭდა მართლა აი ეხლა ხან იყო ეგ და აი просто ხო ხდები რომ მეც ახვედრებ რომ საჭირო ხარ რა და მე კიდე მაგ ხოლმე ეგეთ ტიპებთან მაგ ხოლმე ნახე ანუ ვიდეოს ტიპებთან მაგ ხოლმე რა ვიდეოს garaშე რადიოს მაინც გავხსნი მეთქი რა კი და შეხმის garaშე წახვედი ესე 1920-იანებში უხმო ფილმებზე ანუ რაღაცა სეგმენტი არის ხმის რომელიც იმდენად საჭიროა ინფორმაციას ხმით იგებ ხო მარტივიავს იო რომ ეს ხალხი რომ გავიწყდება და რაღაც ქვედა ეშელონად აღიქواو რა ძალიან ცუდია და ძალიან არასწორი ტონი. იცი რა არის ახლა მე ყოველთვის მქონდა ხოლმე აი როდესაც ყოფილვარ მაგალითად რაღაცა პროექტის თქვა ჟიურის წევრი და რომ მithქვამს მადლობა ან ჩამომითვლია შენიშვნა მიმიღია რა რომ ეხლა ეს სათითაოდ ხوار დაული მაშინ რამდენ ადამიანს უნდა გადაუხადოთ მადლობა და სადაც ლიცენზირებული პროექტებია ხო საიდანაც ყიდულობენ ხო ეს ხო ლიცენზირებული პროექტებია არსად არავის მადლობას არ უხდის იმიტომ რომ თავისთავად ისედაც ვიცით ცხადია რომ სცენის მიღმა რა ხდება რა და ამისთვის შენიშვნა მიმიღია მაგალითად რომ აი რაღაცა დიდი მადლობა back vocals თუ რაღაცა და რა დიდი მადლობა back vocals მაშინ დაუაროთ ყველას რავი დიდი მადლობა ხო და ეს იმას ამბობდა რომ ბუღალტერებიც ყველას დავლილი იყო და მაინც ხმას არა ხო ანუ თუ უხდი ყველა ანუ როგორ ითქვა მუსიკალურ პროექტში რომ ხმა გავიწყდება აი ხო ისეთი ის არის რა ხო და მუსიკალურ პროექტში რომ ხმა რატომაც ბოლო იმაზეა რა ბიუჯეტის ხრივაც მასე არის ხოლმე რა ყველაზე დაკლები ხმაზე იხარჯება გინდაც კონცერტებზეც არა მარტო ტელევიზიაში. ხო, ძალიან კარგ საკითხთან მივედით. ესე იგი, ამ ქვეყანაში ხო ესია ორლარად. ორლარად უნდა სცენა. უნდა რომ გაკეთდეს ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე თან. ორლარად. და ამ ადამიანების რესურსი ჯერ საათობრივად რომ დათვალო, ანუ რა შრომაზე არის საუბარი და რამხელა ფიზიკურ მენტალურად იმას ხო მოითხოვს ეს საერთოდ რა ვიცი, აბა ყველას ავიწყდება და რატომღაც რავი ძალიან ჩვეულებრივი ის არის რა ხმას რავი 2 ლარი 2 ლარში უნდა ჩაეტინო რა ხო და რანაირად არა მაგრამ ჩვენ ხრი კიდე ჩვენ ისე კიდე არ გვიწევს აი თვითონ საკონცერტო იმას ვიცი ემსახურება ხო წარმოიდგინე ამ ხელ რაღაცები ათრიე ჯერ ჩატვირთე გადმოტვირთე დაკიდე მოხსენი ისე და რავი 30 ლარი არ რაღაცა რა ხო არა და მე იმას რომ ხვდები ესეც რომ ფეხებზე კიდია და აი პროსტა რომ იმას გიშვება რა ანუ მაგრად არ აინტერესებს ანუ მე პირადად ვერ ვამწყულებ ხო ის აღარ არის ეთუზიაზმით ყოველს მიმუშავია მე ეგ მომენტი რომ მაინც არ ესმის და აი რა აზრი აქვს ეხლა გადავყვე თავზე თუმცა მე შინაგანად აი ძალიან პერფექციონისტი ტიპი ვარ იმიტომ რომ მე არ შემიძლია რომ რაღაცა ჩემი სახელი რო აწერია კი მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც იქამდე მიდიხარ რა რომ აი მაინც ისე აღარ იხარჯები რა საბოლოოდ რა რომ მოხდები მადლობას არავინ გეუბნება თანხაც ისეთი პონტი არის მადლობა კიდე ვიღაცა საყვედურზე არის ყველაფერი და საბოლოო ჯამში ეგარი რომ მორჩება ამდენი იწვალე რაღაცა და არაფერი ვითომ მაგარია ხო ვითომ არაფერი ძალიან ის არის ნებისმიერ სიტუაციაში სადაც ხმა არის საჭირო რომ გადაიცეს რაღაცა კონცერტი სადმე კონცერტი არის პირველ რიგში მუსიკა უნდა ისმოდეს კარგად. პირველი კი. რავი. რა კაბა ეცმევა? ან ეკრანზე რა ის გავა, რა ქვია და რამხელა ეკრანი იქნება? არ არის ისეთი მნიშვნელოვანი. მუსიკალურ საუბრობ. სადაც ოსკარზე ხო? მუს რო იწება, ესე იგი პირველი უნდა იყოს მუსიკა. ოსკარზე გრემიზე ნებისმიერი აიღე ხმას აქცევ ორი იმდენ ყურადღებას, როცა მუსიკა უნდა გაჟღერდეს სადღაც, ხო? და შენ რო რატომღაც ბოლო პლანზე ხარ და აი რაღაცა იქნება. უი, ორი მიკროფონით მეტი ეგ ბიუჯეტი აღარ გვაქვს. მანამდე გეკითხა. ხო. და მე გახარ და შენი მიგაქა რაღაცას იბასაშვები. იცი რა არის? თქვენი ბრალიც არის რაღაცეებზე რომ თანხდებოდით რა. თქვენი ბრალია, თქვენი გაბლატავებულები არიან. და ეხლა უკან რო ვიმაშვებით, ეხლა ვცდილობთ რომ უკან გადავახვიოთ რა, ეხლა თუნდაც ვოკალის სწორებები კი, ძალიან მივაჩვიეთ. აკორდის შემეშალა ხო გადმომისვა წინა კუპლეტიდან. კი, გადმოგისვა, იმიტომ რომ ხო აი რო კაი გამოჩნდეს და ახლა
უკან ვცდილობთ გადავახვიოთ ეგ ყველაფერი, რომ არა, არ სწორდება არაფერი. იმღერებ, რასაც იმღერებ, ეგ გავა და რას ქვია, შენ ხო უმისწორებ. ხო, მაგარაც გაავირა ეს ისინი, რა, მაგრამ ერთი პერიოდი ხო იყო საერთოდ რომ მარტო პლუსზე ვღეროდნენ ყველად. ხო, ეს ხო, ეგ იყო აი მარტო პლუსი და მაგარაც ახლა ბიზნესიც დააზიანა ძალიან. აი, უფასო კონცერტების კულტურა კიდე ყველა საშინელი რამე, ხო, ხალხი გადაეჩვია კონცერტში ფულის გადახდას. აი მე მახსოვს ის დიფარფლიო ჩამოიყვანეს პირველად და 40 ლარი რა ამბავია. ხო, რა დიფარფს ყოველდღე ხედავ, ანუ იმაზე არ არის მომწოს არ მომწოსზე არ არის აკლაპარაკი, ხო, ანუ კარგი კონცერტში ძალიან ძვირიც არა, ეხლა არის ხოლმე ეხლაც ამ მომენტში რაღაც სიგიჟე თანხები არის რაღაც დებილობაზე რა მე თვითონ. ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტს. ხო, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტს, ანუ სისულელე რა წავალ უცხო სადღაც. აგერ მოვიარეთ, ისა რა ქვია, შეენც და ჩვენც და ხო, რა მაგიტომაც გავდივარ იქეთ, ხო? 70-80 ევროდ ნებისმიერ ჰედლაინერ ბენდზე თუ ვინც არის იყიდი ბილეთს, თქვა ახლა მეტალიკის ორ საღამოიან კონცერტზე რო არ ვილაპარაკოთ, რომელიც ანუ მაგაზეც იყიდი უბრალოდ იდგები იმ ფასის ადგილზე რა. ხო, თავისთავად წინ არ დადგები, მაგრამ ზოგს არც უნდა ეგწიე. ავით ეხლა რო არ აღნიშნა, ბოლოს ვიყავით სიგუროსზე, რომელიც პრაღაში იყო ორკესტრთან ერთად. ხმა, ტოპეს, იქ. მაგაზე უკვე აღარ ისე, უკვე ისე ვარ ხოლმე რომ კონცერტზე წასვლაც აღარ მინდა. რაღაც არის სხვა განზომილებაში მოდი. მარტო ხო არ არის, მათ ყველაფერი ჯამში არის, ხდები, ანუ მუსიკოსები როგორ უკრავენ, ესე ისე, ანუ ყველაფერი ერთად არის. არ ვიცი, ეგრე როგორ იყო გაკეთებული, არ ვიცი. როგორ არის, იცი, ჩვენთან, ეხა ხო არის რამდენიმე ორკესტრი, ხო არის, რამდენიმე მე მყავს შემჩნეული, რომ აი ამათ დასაკრავი თუ არ არის, ლაპარაკობენ ერთმანეთს. ხო, პროსტა ლაპარაკობენ. და შენ ამ დროს ხის ეს უნდა იჯაჯგურო რომელი ლაპარაკობს ეს უნდა ამოიწერო ან დაიმახსოვრე რომ ლაივის დროს ეს მიკროფონები გათიშო იმიტომ რომ ის ლაპარაკი ხელს გიშლის და ამაზე რომ ეჭხუბები მე უზრდელი ხარ ხვდები ან რამდენჯერ მქონია რომ ინსტრუმენტს გაუსწორებ მიკროფონს ხო და უკრავს და უყურებ და ბიჭო რაღაცას იჯაჯგურება და რას აკეთებ არა ესე არ უნდა იყოს ხო ხელს გიშლის არა დაანებე თავი ხო ანუ რაღაცეები არის რაც ძალიან ბევრი არის ეგეთიც რა რომ მაგ ეხა იქ რომ ის პირველი ვიოლინოები უცბად რომ ჭორაობა დაეწყო ჩუა იმაში მიხვდი? ხო, მივხვდი როგორ არის. ის რამდენი არის თან ეგეთი? ხო, ის ხმეს ეს სკამი გავახოხია ლეონდა უკან შუა დაკვრაში და რაღაცეები რა. ანუ იქ რო ეგრეთი რაღაც მომხდარიყო უცბად გამოვარდები სიტუაციიდან და მიხვდები რომ სადღაც ხარ და ის რო იყო აი ურბილესი, ხმამაღალიც არისო. კარგად გადასარევ, როცა საჭირო იყო ხმამაღალიც იყო. და აი ყველაფერი იყო იდეალური. ეგეთი ანუ ხო ეგეთი. თან არ ვიჯექით idealურ ადგილას. მაგრამ იქაც idealურად. თავისთავად. და ხა მუსიკოსო ჯერა კომპრესორი უშველის აი დინამიკას. ხო. აუშველის ბიჭო, რა უშველის, დაუკარი, ანუ ხო ეგაცა ამოწევს. ხო, ამოწევს. ხო, აი რამდენი არ გაგიგია, რამდენიც გინდა ეგენი არის რა. მე ძირითადად ხა აი თან არც იცი არა კომპრესორი რა არის, ხო, ნუ გაუგიათ რა კომპრესორი ვიღაცამ შეიძლება აკლება თავის დროზე და ჯერათ ეხლა რა, რომ კომპრესორი უშველის არის. ხო და მე როგორც წესი სრედნები მომიჭერი. ხო, სრედნები. პოსტში არ ვხმარობ აი ეგეთ გამათანაბრებელ არაფერს, იმიტომ რომ მუსიკოსი თუ უკრავს იმას, რაც უნდა დაუკრას და იმ დინამიკაში, როგორც უნდა დაუკრას, მასტერის კომპრესიის გარდა არაფერი არ უნდა გჭირდება. ხო, იდეაში არც უნდა გჭირდებოდეს, მაგრამ ჩვენთან. ხო, ანუ აი ხ არის უკვე ერთმანეთს ვჭირდებით რა, მაგამდე მივდივართ, რომ ჩვენ გვჭირდება რომ მუსიკოსი თავის საქმეს ისე აკეთებდეს, როგორც საჭიროა და იმათაც ვჭირდებათ, რომ ჩვენც და ისე ვაკეთებდეთ საქმეს და ვიზავთ ორივე როცა ესეთი თავისთავად ბიჭო საუნდჩეკზე ხა ერთი ინსტრუმენტს ვეჯაჯგურები ნახევარი საათი ხო როგორმე ხმა მოაღებინო ნუ ახლა დანარჩენიც ხო გასახმოვანებელი გაქვს არა მე იმას პრეტენზია აქვს ჩემი გამოცდილებით როგორც ყოველთვის გიტარისტები ეს ბოლნ ანდილეის ან რაღაცას ვთავე ხოლმე და აი დამთავრდა საუნდჩეკი ის კიდე დგას კიდე იმას ეჯაჯგურებ რავი სახში გემეცადინა რა აუწევს ამ ოვერდრაივს და კიდე რამდენი არიან რომ სახში გემეცავ რობი ვილიამსი როდის იყო ჩამოსული უი ძალიან 15 ხო ხო ეგრე იყო არა 10 წლის წინ ალბათ რა და კაი რა მიახლოებით თუ მეგონი კონკრეტ მანდ იყო CD, აი CD-ს ხმამოდ რაც Spotify-ზე რასაც ჩართავდი, ზუსტად ის ხმა იყო, მე ვიყავი დილეიერებთან რა, აქეთ და აი ის რა ქვია Angels-ის solo რო დაიწყო, ზუსტად იგივე მესმოდა, რაც ჩანაწერში მქონდა მოსმენილი. ეს იყო ალბათ პირველი ეგ ჩემი გამოცდილება, რომ ამ ქვეყანაში ეგეთი ხმა სადღაც დადგა რა. აი პროდიჯიზე რა ხდებოდა? პროდიჯიზე ხმა ის და მაინც კარგი არის. იყო, იმიტომ რომ ნუ აი ოზი იყავი ხო შენ? მე მანდ იყავი ალბათ ყველაზე კაი ხმა რაც მომისმენდა.
Prodigy? მაგრამ მანდაც არ იყო ის რაც უნდა ყოფილიყო. ხო, Prodigy ჩემი აზრით იყო მეორე, აი რობი ვილიამსი იყო, აი კლასი იყო. Prodigy იყო ძალიან კაი, მაგრამ ნუ რაღაცა იყო, რომელიც, რავი, წნევა აკლდა, რაღაცა აკლდა, ესე იყო მიმართული. რა შეიძლება შენ შეამჩნიე, იმიტომ რომ იცი. ხო, და მე ეხა საზღვარგარეთ რომ მიდიხარ და კაი კონცერტს რო ესწრები და მე აქაც უკვე გვაქვს საშუალება, რომ ეკნას, მაგრამ ჩვენ რა გვავიწყდება, იცი რომ იქ Prodigy უკრავს. და იმას თავისი ხმა აქვს. Prodigy რო უკრავს სცენაზე. ჟღერადობა აქვს თავისი. ხო, პროსტა. მაგას იცი რო ავტყობი, აი ბენდები რო არიან, ხო ხტები, ანუ ისეთი ფასი ჯდება ბეკლაინი, აი ამპების ყიდვა იქნება თუ პროცესორი იქნება თუ რაც იქნება, ისეთი ფასი ჯდება ეგეც რომ მესმის მაგას რომ მაგის რომ თავისი ჟღერადობა არ აქვს, ხტები? მაგრამ ეს რომ შენ მაგის ზოგადად რო ჟღერადობა არ აქვს. ხო, მესმის მაგის და ოკეი, კაცო, მივიღებ მაგას, მაგრამ მე ნუმაბრალებ მაგას. ეხლა აგერ აი ზუსტად 3 საათის წინ დაახლოებით ჩავწერეთ tape visitor-ი რა. საერთოდ არაფერი არ გააჩნიათ ტოპეს. მართლა სარეპეტიციო სივრცეში, აი რაღაცა მინიმალური რაღაცა ხო, უჩვეულო სტანდარტულად. მაგრამ რო უკრავენ საუნდია. ეგ სხვა, ეგ არის ვაიბი მოაქვს უკვე და იცია რა საკეთებდები. გიტარას ხმასაღებინებს, ტიპიდან დრამს ხმასაღებინებს. დაახლოებით 1 წლის წინ საერთოდ სხვანაირად ჟღერდა tape visitor-ი და დღეს საერთოდ სხვა. მაგრამ ეგ სხვა რაღაცა არის. იგივე მუსიკას, იგივე ტრეკებს, არა, ნუ რას მახვედრებაში, ჩემ არაფერი არ არის. პრობლემა იმაშიც არის, რომ მუსიკოსებს ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალება, აი უბრალოდ სარეპეტიციო სივრცეც კი ელემენტარული არის ძალიან დიდი პრობლემა დღეს. ხო, შეიძლება, რაც ვირია. მუსიკოსებს არ აქვს სარეპეტიციო საშუალება. ელემენტარული, რავი, კომპი, საუნდ კარტა, დრამი, მე პირადად, აი რაც მომწონებია ტიპებს, ანუ როგორ გითხრა, აი ცოცხებზე უკრავდნენ რა ტიპები და მაგრად უკრავდნენ. ეგეც არის. ანუ მესმის, მე ვიგულისხმე ის რომ ჟღერადობა, აი ნახე როგორ გითხრა, ყველას ხო თავის, აი ისეთ ბენდები რო ავიღო თუ ტიტანები ხო, მაგ აი მეტალიკა, სლეიერს ხო, ყველას თავის ჟღერადობა აქვს, რომ მოისმენ გიტარისტს, ხვდები რომ ამის გიტარა არის. მაგას გულისხმობ მე ჟღერადობას. მაგრამ ის რო ტიპი ვერ უკრავს, მე ბევრ მუსიკოს გეტყვი, რომელსაც რავი $5,000 გიტარა აქვს და ცუდად უკრავს და ერთი ორმაგდენს გეტყვი, რომელიც რავი $300-400 გიტარაზე უკრავს ბევრად კარგად. ესენი რო უყურებენ იქ, როგორ აი მათ ისეთი საუნდი აქვს. ჯო იმას რო ისტაფი ემსახურება, ოკეი, ჩემზე მაგრები არიან ისინი. მაგრამ ისინი შენზე მაგრები არიან არის მუსიკოსები, მაგას რა თქმა უნდა ითვალისწინებ. ეხლა ესენი რო გავიდნენ დაუშვათ რა, აი ეს იმ ტექ ხალხთან ხო? გამოყრიან ალბათ ხო? ეხლა გიჟი ხო ახლა გიტარაზე არ უკრავდა მე როგორ გაგახმოვანო? ხო და აი ხო ახლა the Radiohead-ს Tom York-ს და რაღაც live-ს რო უყურებ, ჯერ მარტო იქ რაც ხდება, ანუ გარშემო რაც ხდება ტექნიკური, მაგრამ ის რომ Tom York-ი არ იყოს ესეთი ანუ სადამდე მივდივართ, რომ მუსიკოსმა თავის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და აღიაროს. სადამდე გადის მისი შესაძლებლობა და უნარი, აი ამის შეფასების უნარი უნდა კონდეს და თვითონ ზუსტად უნდა იცოდეს რა არის მისი მოცემულობა და აუცილებლად უნდა იყოს ურთიერთშეთანხმება საზღვრები რა სად იწყება ჩემი პასუხისმგებლობა, სად არის მაგის სადაც უკვე შენი პასუხისმგებლობა აღარ არის მუსიკოსის იქ გაეშვი რა, მოგხედავენ, შენი გააკეთე და იქიდან დაგხვდება საფასო. არა, ბევრი არის. აი ხა ჩვენც გქონდა ერთი ერთ-ერთი შევსრულებელი, გიტარაზე უნდა დაუკრა, გიტარა არ მაქვს. ხო გახსოვს ეგ? კაი. ჩემი პირადი გიტარა, არავის არ უაძლევ გიტარას, მაგრამ აი გუჯიგდო, ხო გახსოვს? არა, შენ მოგეცი კი, ბაშა, შენ დაუკარი და იმას რომ მივეცი, ბიჭო, კი აღმოჩნდა რომ დაკვრაც არ იცოდა, ანუ კარუმეც ადინია რომ რა. აი რატომ მაწვალე მაშინ? ხო? ანუ მე შეგეხმარები ყველანაირად. ხო, ნუ ეგ არის რა, მუსიკოსების გასაგებად. გასაგონად, ბოდიში. ჩვენი პრობლემა გვაქვს. ჩვენი პრობლემები გვაქვს, კი ბატონო, მაგრამ თუ ერთხმად, ანუ თუ ყველა ჩვენ საქმეს სწორად გავაკეთებთ, იქნება ყველაფერი ბევრად სწრაფი და ბევრად კარგი. უკეთესად. თავისთავად. პროგრესით წავა ყველაფერი უკეთესობისკენ და გაუმჯობესდება ხარისხი, რომელიც ამ ხალხს უნდა ნელ-ნელა მივაწვდინოთ სინამდვილეში რა, როგორ უნდა იყოს და რა როგორ უნდა ჟღერდეს, რაც დღესდღეობით
საერთოდ ალბათ 80%-მა საერთოდ არის არც ის არა. პატივი ვიცეთ ერთმანეთს. ხო, პირველ რიგში. პატივი თავი არ ვიცეთ მაგინებინო. ერთმანეთს, ხო, თუნდაც. პატივი ვიცეთ ერთმანეთს და აი მაქედან ურთიერთ პატივისცემიდან და ურთიერთ რაღაც საზღვრების გადაკვეთის გარეშე ბევრად უფრო მარტივად ლაგდება ყველაფერი. ხო რა, მარტივია. ეგ არის. ძალიან დიდი მადლობა როგორ ტოპეს და მე კიდე რაღაცები რო გადავხდება თავზე, მე კიდე ერთი შევკრიბე. მადლობა ტოპეს. გაიხარეთ.